ქაშვეთის ტაძარი 100 წლის გახდა იუბილე დღეს ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში აღნიშნეს ტაძარი 1904-1910 წლებში ძველი ეკლესიის ადგილზე აიგო. ანდრია დავით გარეჯაძის სახელობის უძველესი მონასტერი იყო, რომელიც მე-18 საუკუნეში ამილახრებმა აგურის ეკლესიით შესვალეს. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის განახლების 100 წლის თავს. აქ ჩვენ ვსჯელობდით აი ამ ბოლო განახლებული ტაძრის ისტორიაზე, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა და რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დღევანდელ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიის საეკლესიო ცხოვრებაში. ქაშვეთის ეკლესიაში გალობის ისტორია საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესოა, სწორედ ამის შესახებ ძალიან საინტერესო მასალას გვაწვდის უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქ კალისტრატეს ნაშრომი წიგნი, სადაც მოხსენიებულია მე-19-მე-20 საუკუნის მიჯნაზე გალობლები. ქაშვეთის ეკლესია იყო ის ეკლესია, სადაც საბჭოთა პერიოდშიდაც კი ძველი ქართული ტრადიციული გალობა ჟღერდა.